საქართველოს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკიდან ღვინის პროფესიონალების 11 კაციანი ჯგუფი სტუმრობდა. ტურის ფარგლებში ღვინის პროფესიონალები და იმპორტიორები ღვინის საწარმოებს კახეთში, ქართლსა და იმერეთში გაეცნენ, მათ ქართული ღვინოები დააგემოვნეს. თბილისში კი სტუმრებისთვის სპეციალური დეგუსტაცია Walk-around tasting-ი გაიმართა, სადაც 16 კომპანიის ღვინო იყო წარმოდგენილი. უცხოელი ღვინის პროფესიონალები საქართველოში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით და ღვინის ინდუსტრიაში ცნობილი საკონსულტაციო კომპანიის Dragon Phoenix Wine Consulting-ი ორგანიზებით ჩამოვიდნენ. ვიზიტის მიზანი ჩინეთის ბაზარზე ქართული ღვინის ცნობადობისა და გაყიდვების ზრდაა. Ფიქრობ, რომ ქართულ ღვინოს ჩინეთში მართლაც დიდი პოტენციალი აქვს. პირველ რიგში, იმიტომ რომ მას განსაკუთრებული და უნიკალური გემოების მრავალფეროვანი არჩევანი ახასიათებს. როდესაც მე და ჩემი ჩინელი ჯგუფი საქართველოში მოგზაურობდით, ერთ-ერთი ღვინო, რომელიც განსაკუთრებულად დაგვამახსოვდა, იყო ქინძმარაული, რადგან ეს არის არომატი, რომელიც ჩვენი საერთო აზრით ბევრ ჩინელ მომხმარებელს ძალიან მოეწონება. მაგრამ არა მხოლოდ ეს, ვფიქრობ, ჩინეთში ღვინის განვითარების დიდი პერსპექტივა არსებობს. თუკი ხალხს ქართული ღვინის შესახებ გავაცნობთ, თუ მათ შევასწავლით მის ისტორიას და მრავალფეროვან გემოებს. ვფიქრობ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. საქართველოს ღვინის ნამდვილი საგანძურია, რომელიც ჩინელ მომხმარებლებს ჯერ კიდევ არ აღმოუჩენიათ. მათ ძალიან დიდი ინტერესი გამოთქვეს ამ ტექნოლოგიის მიმართ, ისტორიის მიმართ, ქართული ღვინის იდენტობა კარგად შეიცნეს ამ საუბრებში. ასევე გავასინჯეთ ჩვენი პრემიუმ ხაზის ღვინოები, ასეთი სტილის ღვინოები, უფრო წითელი, უფრო ხილით სავსე, უფრო ჯდება მათ გემოვნებაში და ესეც საინტერესო დაკვირვება, რაც შეიძლება გავაკეთოთ ამ სტუმრობებით. ჩინეთი არის ერთ-ერთი სტრატეგიული ბაზარი ქართული ღვინის ექსპორტისთვის. ჩვენ წარმატებით მუშაობთ რამდენიმე მიმართულებით ამ ბაზარზე. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არის იქიდან ადგილობრივი პროფესიონალების და ღვინის შემსყიდველების ჩამოსვლა და აქ ადგილზე ქართული ღვინის კულტურის გაცნობა. ეხლაც ვუმასპინძლეთ ჯგუფს ჩინეთიდან, რომელიც შედგებოდა სწორედ ღვინის სპეციალისტებით, ღვინის ჟურნალისტებით და რომელსაც ხელმძღვანელობდა ძალიან ცნობილი ჩინეთში მოღვაწე ღვინის მაგისტრი Fang Walker.